სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ღვინის საერთაშორისო კონკურსის ვინექსპო ბორდო 2017-ის გახსნას დაესწრო. სამინისტროს ცნობით გამოფენაზე, სადაც ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ბაიერები და იმპორტიორები იყრიან თავს, წელს მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმაც მიიღეს. ლევან დავითაშვილი გამოფენის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციას საქართველოს ღვინის სამშობლო დაესწრო. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა ვინექსპო ბორდო 2017 21 ივნისამდე გაგრძელდება. გამოფენა 1991 წელს ბორდოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ დაარსდა და 2 წელიწადში ერთხელ იმართება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ლევანდელი მონაწილეობა, იმიტომ რომ იცით რომ საქართველოს წელს იქნება პირველი მოწვეული ვენახი, სწორედ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში და ზუსტად საქართველოს ქართული ღვინის ცნობადობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი ქართული ღვინის სწორად წარმოჩენისთვის და ქართული ღვინის კულტურის კომუნიკაციის. გახსენებათ ვინექსპო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ღვინის საგამოფენო ღონისძიება 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2015-ში ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა და წელს უკვე მეორედ მივიღეთ მონაწილეობა, სადაც 24 ღვინის წარმოებელი კომპანია არის. წელს განსაკუთრებით დიდი დატვირთვა ეძლევა ამას, იმიტომ რომ საქართველოს ბორდოში გააგრძელებს ყოფნას. გამოფენაზე ძალიან დიდი ინტერესი არის ქართული ღვინის მიმართ. აქ მოდიან ევროპელი დაინტერესებული სომელიეები, ღვინის მყიდველები და უბრალოდ მოყვარულები. მინდა ვთქვა, რომ ეს გამოფენა არის ერთ-ერთი შტაბეჭდავი. აქ ძალიან ბევრი ქვეყანა არის წარმოდგენილი.